საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან დღეს 17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საოკუპაციო ძალები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსეთ საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2232 შეადგენს, მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. 150,000-ზე მეტი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად რუსულმა აგრესიამ უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია. საქართველოში დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი დღეს მიაგეს. მათ დღეს ქუთაისში აღმაშენების გამზირზე არსებული მემორიალი, რომელიც ახლა შემოღობილია, გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ ქუთაისის ანსამბლეისა და ქალთა კლუბის წევრები. როგორც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან შეკრებილებმა განაცხადეს, საქართველოს გმირების სახელი დაუიწყარია და მათ სახელს ვერავინ დააკნინებს. 7 აგვისტო ეს არის ჩვენი ისტორიის უახლოესი წარსულის ძალიან ნიშანდობლივი, ძალიან ტკივილიანი დღე. ეს არის დღე, როდესაც რუსულმა მხარემ დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა, რასაც შემდეგ ადეკვატურად უპასუხა იმ დროს არსებულმა ხელისუფლებამ და ქართულმა მხარემ და რასაც მოყვა აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, მაგრამ ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს და იმ ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ყავს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ხილული მტერი, ეს არის რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტის სახელმწიფო და რომელსაც ეხლა სამწუხაროდ ოკუპირებული აქვს არა მარტო ჩვენი ტერიტორიების 20%, არამედ ოკუპირებული აქვს საქართველოს ხელისუფლება და დღეს მისი ნამესნიკი ხელისუფლება მართავს საქართველოს. რაც შეეხება ამ ფაქტს, შემთხვევით მისასალმებელია, რომ დღეს თვითმმართველობაც 7 აგვისტოს გამოვიდა, აი ამ დღის აღსანიშნავად, იმიტომ რაღაც წყალგაყოფი გახდა ამ ბოლო დროს, რომ 8 აგვისტო ეს არის ხოცებისგან აღიარებული დღე აგვისტოს ომის დასაწყისის, იმიტომ რომ ეს რუსულ ნარატივს ერგება და 8 აგვისტოს რა კი ქართული მხარე ჩაერთო. იცით თქვენ რომ ქართული მხარის ინიცირებულ ომად უნდა ეს წარმოსახოს პუტინის რუსეთს, მაგრამ 7 აგვისტო არის რეალ და ძალიან მისასალმებელია რომ ქუთაისის თვითმმართველობა 7 აგვისტოს გამოვიდა ჩვენთან ერთად აი ამ დღის აღსანიშნავად. აქავე მინდა აღვნიშნო რომ ვერანაირი კომისია, ვერანაირი ეგრეთ წოდებული რაღაც პოლიტიკური იაფასიანი თეატრი ვერ გააოფერულებს აი ამ გმირების ხსოვნას, ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ზოგადად იმ გმირი ბიჭების ხსოვნას, ვის სახელზედაც არის ეს მემორიალი აგებული და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი სულუკიანის კომისიით აი ამ ისტორიის გადაწერას და ქართული მხარის დადანაშაულებას, მე ვფიქრობ, რომ ისტორია მაინც ღირსეულად შეაფასებს ყველაფერ ამას, შესაბამის დასკვნას გამოიტანს და ჩვენ ეს ყოველთვის გვექნება გარკვეულ სახელმძღვანელოდ, გარკვეულ აზიმუტად იმისათვის, რომ შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება ღირს სიცოცხლის დადებად და არც ერთი დღე ოკუპანტთან კოლაბორაციაში. ეს არის თითეული ნამუსიერი ქართველის ძალიან მნიშვნელოვანი თეზა, რომელთაც უნდა ვიცხოვოთ. დღევანდელი დღე იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ რაცა უნდა ისტორია გადაწერო. ეს არ არის არც საკლასო წერა, არც საშინაო დავალება, რომ გადაწერონ. ეს არის ისტორია, რომელიც ფაქტებზეა დაყრდნობილი. ვერაფერს ვერ იზამს. ეს არის ისტორია, რომელიც ყოველთვის შემორჩება ჩვენს ერს, ჩვენს შთამომავლობას, რომ ამ დღეს, ამ ბიჭებმა, ამ ახალგაზრდებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ერთიანობას და ნამდვილად რუსმა ოკუპანტმა განახორციელა თავისი მზაკრული ქმედებები, თუმცა არ გაუვიდა ჩვენი გმირების, ჩვენი ვაჟკაცების გმირობის წყალობით, ასე რომ ამ ისტორიის გადაწერა შეუძლებელია, ვისი დაკვეთაც არის ეს, რა თქმა უნდა, ვიცი ისევ პუტინის, ისევ იმპერიალისტური რუსეთის, მაგრამ ბევრჯერ ეცადეს გადაეწერა ჩვენი ისტორია, ბევრჯერ ეცადნენ, რომ შეეცვალა ჩვენი წარმომავლობა, ჩვენი ისტორიული ფაქტები, თუმცა შეუძლებელია და
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს იქნება აუცილებლად პროევროპული, იქნება აუცილებლად თანამედროვე ცივილური სამყაროს ნაწილი და არასოდეს არ იქნება იმპერიალისტური რუსეთის ნაწილი და ვერცდღეს ვერ განახორციელებს იმპერიალისტური რუსეთი აქ თავის ზრახვებს. ეს არის დღევანდელი დღის სიმბოლო, ჩვენ ვცემთ პატივს, ჩვენ ქეთს ვიხრით, მუხს ვიყრით ამ ვაჟკაცების წინაშე და მათი გმირობის წინაშე. ისინი უკვდავი არიან ჩვენს გულებში და ჩვენს ცნობიერებაში. პატივი მივაგეთ აგვისტოს ომის გმირებს და მინდა ვთქვა, რომ დავიწყებული არ იქნება არც ის ძიმე დღეები, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველას ძალიან კარგად ახსოვს და ყველა იმ გმირის სახელი, რომელიც ამ ომში გმირულად დაიღუპა, დიდება გმირებს, უკვდავება მათ სულს. დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის იყო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, რომელიც როგორც ცნობილია ქართული ოცნების მერობის კანდიდატია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. დავით ერემეიშვილმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. როგორც ქუთაისის მერის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ენათქვამი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მემორიალთან დღეს რეაბილიტაციის დაწყების გამო იმყოფებოდნენ, რაც შეეხება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიწვრილ ღონისძიებებს. ქართული ოცნება მათ ხვალ 8 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში გამართავს, სადაც სასულიერო პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან. ტაძრის ეზოში კი აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა. საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღიდან დღეს 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საოკუპაციო ძალები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. 5 დღიან ომს ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები მოჰყვა. საქართველოში დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს აღმაშენებლის გამზირზე არსებული მინის პირამიდის ფორმის კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობდა. მის ნაცვლად ახალი ჯარისკაცისა და დედის ქანდაკება დაიქმნება, რომელიც შვილს დროშას აწვდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მემორიალის მიმდებარე ტერიტორია წითელსა და მწვანე ფერებში უნდა მოეწყოს. სამუშაოებისათვის 164,000 ლარზე მეტია გამოყოფილი. კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე აქვს. მთელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ჩვენ ქალაქშიც არის ეს და ამისი ავტორი არის გივი თოდაძე, ჩვენი ცნობილი არქიტექტორი და ფაქტიურად აქ მე რაც ვნახე ახლა ის ვიზუალი, არაფერი არ იცვლება, უბრალოდ ნატურალური ქვა გაეკრება, წითელი გრანიტი და შუაში წავა მწვანე დიაბაზი. და ძალიან კეთილ მოეწყობა აქ მე რასაც უყურებ პროექტს. დანარჩენი ახლა რაც შეეხება აქ დედის ცრემლები ეწერა და ის დედა ფიგურირებს იმ კომპოზიციაში თუ ნახეთ იქ ჯარისკაცი და დედა, სიმბოლურად ქართველი დედა და ჯარისკაცი. ვიცი, მე მგონი ძალიან კაი პროექტი იქნება და მიხარია რომ ახლდება და კეთდება ყველაფერი და დიდება იმ გმირებს, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდა. ნიკიტინის ქუჩა თეთრ ხიდთან გრიშაშვილის ქუჩაზე იწყება და რუსთაველის ხიდთან მთავრდება. ქუჩა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის კაპრალ თამაზ ნიკიტინის სახელს ატარებს. აღნიშნულ ქუჩაზე სულ 15 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, თამაზ ნიკიტინი ნამდვილი ქართველი ახალგაზრდა გმირია. ქუჩაზე ძალიან ბევრი სახელი გვაქვს გამოსვლილი. სტალინის მეორე შესახვევი იყო. მე სანიკიძის ქუჩა იყო, მე გრიშაშვილის მეორე შესახვევი იყო. დღესაც პასპორტში და პირადობაში ასე გვაქვს, რომ ამ ქუჩით გვიცნობენ. მე 2008 წელს ეს ახალგაზრდა ვაჟკაცი რომ დაიღუპა, მე მახსოვს მისი პატარაობა, ბავშვობა, მე აქ ვცხოვრობ 60 წელია უკვე. ძალიან კარგი ყმაწვილი იყო. ჯარში რომ გაიწვიეს, მოხდა უბედური შემთხვევა და დაიღუპა ეს ბავშვი. აგერ გამიჩერა მანქანა. ახლა რომ ახსენდება, არაფერი მიჭირსო, მე ცოლი მოვიყვანე, მანქანა ვიყიდეო. ცხოვრება უნდა და ჩვეულებრივად ადამიანურად და აი მოხდა ეს ომი და დაიღუპა ეს ბავშვი. მე ვიცი რომ გმირულად დაიღუპა და მის საპატივცემულოდ გაკეთდა ეს საქმე რა. თამაზ ნიკიტინის ოჯახი დღემდე ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ქალბატონი ნელი თამაზის დედა არის და მეგატივთან იმ მოგონებებზე საუბრობს, რომელიც საკუთარ გმირ შვილთან აკავშირებს. პირველსავე დღესვე, როგორც კი ომი დაიწყო, პირველსავე დღეს დღიდანვე, პირველსავე წუთებიდანვე ფრონტის წინახაზე იბრძოდა.
არ გაუმხელია რომ მიდიოდა. მე წინააღმდეგობაც რომ გამეწია ჩემს იმას არც გაითვალისწინებდა, იმიტომ რომ ის ფორმა ეცვა და მისი მოვალეობა ქვეყნის წინაშე იყო ის, რომ ის ყოფილიყო იქ, სადაც იყო. მითხრეს, რომ დაერქმევოდა. ვიცოდი, რომ უნდა დაერქმევოდა, მაგრამ მარტო თამასის, არამედ სულ ყველა ბიჭებს, ვინც დაიღო. ძალიან დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს. რა თქმა უნდა, აქ არის პიროვნებაზე, რომელიც ყველა ვერ იქნება გმირი და ისინი შემთხვევით არ არიან გმირები. იმიტომ რომ ისინი შეგნებულად იმათმა იციან, რაზეც მიდიან და იმათმა იციან, რომ ყოველ წუთს დათმობენ თავის სიცოცხლეს, ყველაზე ფასდაუდებელს, რაც არსებობს ხო ადამიანისთვის და ბუნებაში და ახალგაზრდა გმირი ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ ჯერ არ დაბადებული შვილის გაცნობა ვერ მოასწრო. სამაგიეროდ გმირ მამაზე სხვა ადამიანებისგან ბევრი ისტორია მოუსმენია. მესმენია, რომ მაგი ბრძოლობდა. კი, გასალებს უნებოდი, რომ ჩემი მამა გმირი იყო. ახლა მოტოს, აი, როგორც სპეცნაზებიდან ესეთი. შავი. შეც მაინც ფორმა გიზიდავს, ხო? იყო კარგი ადამიანი ბევრ შეუძლია, მაგრამ გახდე გმირი 26 წლის ასაკში და დაეცე სამშობლოს მიწაზე საკუთარი ქვეყნის დაცვისას. ეს ალბათ ერთეულების ხვედრია. სწორედ ერთეულებს შორის არის თამაზ ნიკიტინი, ვისთვისაც სამყაროს განსაზღვრება საკუთარი ქვეყნის დროშის ფერებით აღიქმება. გმირები არ კვდებიან და არ იღუპებიან, ხო? რჩება მარადიულად ხალხის გულში, ამიტომ იგი ყველას უნდა ახსოვდეს. ხარაგაულში მეწყრული პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს ხარაგაულის მერია და აღნიშნავს, რომ მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის. შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერია მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს. მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით გეოლოგების ცალსახა რეკომენდაცია მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება. ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისათვის ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. მზიამაღლობელის განაჩენს ეხმაურება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაჰერტი. ის სოციალურ ქსელში წერს: ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინამოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოუწოდებ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა ზედმეტი ჩარევის გარეშე გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით. წერს ევროპის საბჭოთა ადამიანის უფლებათა კომისარი. მზიამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს მკაცრად გმობს ევროკავშირი. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეს-სპიკერის განცხადებაში აღნიშნული, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გაათავისუფლონ მზიამაღლობელი და აქციების დროს დაკავებული სხვა პირები. უზრუნველყონ და დაიცვან სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი. ევროკავშირი გვერდში უდგა საქართველოს მოსახლეობას, მის ევროპულ მისწრაფებებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ერთგული რჩება. აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ცნობისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლო მზიამაღლობელს გუშინ 2 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან 12 იანვრიდან იწყება, ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. მზიამაღლობელს 353 პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი ბრალი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ის მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო 353 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუხარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
წყალტუბოში ახალი საცხოვრებელი სახლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 7 უსახლკარო სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა საცხოვრებელი ფართისა ოჯახებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცემათ. იმერეთის მხარის ინფორმაციით რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში თერჯოლა, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა მესამე წელია ხორციელდება. პროგრამის ეგიდით წლის ბოლოს 85-მდე ოჯახი იქნება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე გაეცნენ. ავტობუს მუნიციპალიტეტში უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ამ ეტაპზე შენდება 7 სახლი, ბენეფიციარებს ფართები გადაეცემათ სრულად უზრუნველყოფილი საოჯახო ტექნიკითა და ავეჯით. ავტობუს მუნიციპალიტეტში აღნიშნული სოციალური პროგრამით კიდევ 20-მდე სახლი აშენდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ 3 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტზე, სადაც სოციალურად შეჭირებულ ოჯახებს საუშენებლო და საცხოვრებელი სახლები. ახლა მიმდინარეობს 7 სახლის მშენებლობა, რომელიც დასრულდება ოქტომბრის თვეში და გადაეცემათ აღნიშნულ ოჯახებს. ეს პროგრამა რა თქმა უნდა გაგრძელდება მომავალშიც, რადგან აუცილებელია ასეთი ოჯახების გაძლიერება. ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე დაკავებულების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების შხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე ეგრეთ წოდებულ ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისაგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შესყიდვის და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ლეგენდარული კინორეჟისორი დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მისთვის პატივის მისაგებად დილიდან მიდიოდნენ კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემთვის და ოჯახისთვის ეს არის დიდი ტკივილია, როცა ელდარს მემშვიდობებით. მაგრამ ელდარმა თავის სათქმელი თვითონ თქვა. თვითონ შექმნა თავის თავი და
მე მგონი ეპოქალური რეჟისორი იყო და ეს დარჩება თაობებს. მისი შემოქმედება, მისი ცხოვრება იქნება კიდე ბევრი თაობებისთვის საინტერესო და მის სახელი დიდხანს დარჩება კიდე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ. ისე რომ შემოქმედებითი თავის უხდავება შეძლო ელდარმა.